დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ პლატონზე, როგორც დასავლური ფილოსოფიის არქიტექტორზე. პლატონი ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეების დასავლური ლიტერატურული ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მწერალი და ფილოსოფიის ისტორიის უაღრესად ღრმა, მრავალმხრივი და გავლენიანი ავტორია. როგორც მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ათენის მოქალაქე, იგი თავის ნაშრომებში აქტიურად ეხმიანება ეპოქის პოლიტიკურ მოვლენებსა თუ ინტელექტუალურ მიმდინარეობებს. მიუხედავად დროითი კონტექსტისა, მის მიერ წამოჭრილი კითხვები იმდენად სიღრმისეულია, ხოლო მათი გადაჭრის გზები იმდენად მრავლისმთქმელი და პროვოკაციული, რომ მან თითქოს ყველა ეპოქის განათლებულ მკითხველზე მოახდინა გავლენა. ფაქტობრივად, არ ყოფილა დრო, როცა არ არსებობდნენ მოაზროვნეები, რომლებიც თავს გარკვეულწილად პლატონისტებად არ მიიჩნევდნენ. ფილოსოფიის როგორც დისციპლინის დაბადება. პლატონი არ ყოფილა პირველი, ვინც მიმართაც ტერმინი ფილოსოფოსი გამოიყენეს. თუმცა, მან ფუნდამენტურად შეცვალა ამ სფეროს გაგება, მისი მასშტაბები და ამბიციები. მან ისე გარდასახა იმდროინდელი ინტელექტუალური ნაკადები, რომ ფილოსოფიის თანამედროვე დეფინიცია სწორედ მის გამოგონებად შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის ეთიკური, პოლიტიკური, მეტაფიზიკური და ეპისტემოლოგიური საკითხების მკაცრი და სისტემური კვლევა. კვლევის პროცესი, რომელიც შეიარაღებულია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული მეთოდით. პლატონის ცენტრალური დოქტრინები. ბევრი ადამიანი პლატონს რამდენიმე ცენტრალურ დოქტრინასთან აიგივებს, რომელთაც ის საკუთარ ნაშრომებში იცავს. იდეების, ანუ ფორმების სამყარო. ჩვენი გრძნობადი სამყარო ნაკლოვანი და ილუზორულია. თუმცა, არსებობს უფრო რეალური, სრულყოფილი, მარადიული და უცვლელი სფერო. მასში მკვიდრობენ არსები, რომელთაც ფორმები ან იდეები ეწოდებათ და ისინი ჩვენი სამყაროს სტრუქტურის ნიმუშები, ანუ პარადიგმები არიან. აბსტრაქტული ობიექტები. ეს ფორმები არც სივრცეში და არც დროში არ არსებობენ. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სიკეთე, სილამაზე, ტოლობა, სიდიდე, მსგავსება, ერთიანობა, ყოფიერება, იგივეობა, სხვაობა, ცვალებადობა და უცვლელობა. ფუნდამენტური გამიჯვნა ერთსა და მრავალს შორის. პლატონის ფილოსოფიის მთავარი ღერძი არის მკაცრი ზღვარი ორ სამყაროს შორის. მრავალი დაკვირვებადი ობიექტი, რომლებიც მხოლოდ ხასიათდებიან სილამაზით, სიკეთით თუ სამართლიანობით და ერთიანი, უნიკალური ობიექტი, რომელიც წარმოადგენს იმას, თუ რა არის სინამდვილეში სილამაზე თუ სიკეთე და რისგანაც მატერიალური საგნები იღებენ თავიანთ სახელსა და თვისებებს. პლატონის თითქმის ყველა ძირითადი ნაშრომი ამ გამიჯვნას ეფუძნება და იკვლევს რეალობის ორად გაყოფის ეთიკურ შედეგებს. ფილოსოფოსი მოგვიწოდებს, შევცვალოთ ჩვენი ღირებულებები მას შემდეგ, რაც გავაცნობიერებთ ფორმების უპირატესობას და მატერიალური სამყაროს ნაკლოვანებებს. სული და მისი რეინკარნაცია. სული სხეულისაგან სრულიად განსხვავებული ობიექტია. მისი ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული სხეულზე. პირიქით, მატერიალური მიჯაჭვულობისაგან გათავისუფლებულ სულს ბევრად უფრო მარტივად შეუძლია ფორმების წვდომა. პლატონის ნაშრომებში ვხვდებით ორ უმნიშვნელოვანეს იდეას: ანამნეზისი, ანუ მოგონება, სული ყოველთვის ინარჩუნებს უნარს გაიხსენოს ის, რაც სხეულში ჩასახლებამდე ფორმების სამყაროში შეიცნო. ამისთვის შეგიძლიათ იხილოთ პლატონის დიალოგი მენონი და კარმული სამართლიანობა, რომ ჩვენი მიმდინარე ცხოვრება არის სასჯელი ან ჯილდო იმ არჩევანისათვის, რომელიც წინა არსებობაში გავაკეთეთ. ამისთვის შეგიძლიათ იხილოთ პლატონის სახელმწიფო დასკვნითი გვერდები. ფილოსოფიის როლი. ჭეშმარიტ ფილოსოფოსებს, მათ, ვისაც შეუძლიათ ერთის გამიჯვნა მრავლისაგან, აქვთ უნარი გახდნენ ეთიკურად აღმატებულნი, გაუნათლებელ
ადამიანებზე. ეს კი იმიტომ, რომ მათ აქვთ უფრო ღრმა წვდომა ჭეშმარიტებასთან. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რომელი საგნებია კეთილი და რატომ, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ თავად სიკეთის ფორმა. თუ ეს კითხვები არ გვაინტერესებს, ჩვენ უბრალოდ ვერასდროს გავხდებით სიკეთესთან წილნაყარი. სოკრატე პლატონის თითქმის ყველა დიალოგში ფიგურირებს და არის ერთი მთავარი თანამოსაუბრე. ის მხოლოდ კანონებში არ გვხვდება, რომელიც ანტიკური წყაროების თანახმად ავტორის ერთ-ერთი უკანასკნელი ნაშრომი იყო. პლატონის სხვა პერსონაჟების მსგავსად, რომლებიც იყვნენ კრიტონი, გორგიასი, თრასიმახოსი და ლახესი, სხვები. სოკრატეც რეალური ისტორიული ფიგურა გახლდათ და არა ავტორის ფანტაზიის ნაყოფი. თუმცა პლატონი არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც მასთან პირადმა გამოცდილებამ ნაწარმოებების შექმნა შთააგონა. მაგალითად, არისტოფანე თავის კომედიაში ღრუბლები სოკრატეს ერთ-ერთ მთავარ გვირად აქცევს, ხოლო ქსენოფონტე, ისტორიკოსი და სამხედრო ლიდერი, წერს სოკრატეს აპოლოგიას და ასევე სხვა თხზულებებს, რომლებშიც სოკრატე მთავარი მომხსენებელია. ჩვენამდე ასევე მოაღწია სოკრატეს თანამედროვეების ანტისთენეს, ევკლიდესა და ფედონის მიერ დაწერილმა დიალოგებმა, უბრალოდ დიალოგების ფრაგმენტებმა, რომლებიც ასევე აღწერენ სოკრატესეულ საუბრებს. როდესაც პლატონი დიალოგებს წერდა, ის არა მხოლოდ სოკრატეს ცხოვრებით შთაგონებულ ჟანრს ავითარებდა, არამედ მონაწილეობდა აქტიურ ლიტერატურულ დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი პიროვნება იყო სოკრატე და რა ფასეულობა ჰქონდა მის ინტელექტუალურ საუბრებს. სამი პორტრეტი: არისტოფანე, ქსენოფონტე და პლატონი. ისტორიული სოკრატე გარშემომყოფებში იმდენად მძაფრ რეაქციას იწვევდა, რომ ბევრს მისი აღწერა შთააგონა. თუმცა ჩვენამდე უცვლელად მხოლოდ სამი ავტორის, არისტოფანეს, ქსენოფონტესა და პლატონის მიერ შექმნილმა პორტრეტებმა მოაღწია. სწორედ ისინი აყალიბებენ ჩვენს წარმოდგენას მასზე. არისტოფანესეული სოკრატე არის მწვავე კომიკური კრიტიკა, მაგალითად, ღრუბლებში ყველაზე ნაკლები ფილოსოფიური ღირებულება ენიჭება სოკრატეს სახეს ფილოსოფიურ ტიპაჟზე, გრძელთმიან დაუბანელ ამორალურ მკვლევარზე, თავდასხმა, ვიდრე თავად სოკრატეს ინდივიდუალური პორტრეტის ჩვენება. ქსენოფონტესეული სოკრატე მნიშვნელოვანი ისტორიული მოწმობაა, თუმცა მას აკლია ფილოსოფიური დახვეწილობა და სიღრმე. ქსენოფონტეს ნაშრომებში ჩვენ ვერ ვხედავთ დიდ ფილოსოფიურ გონებას. პლატონისეული სოკრატე სრულიად სხვა მასშტაბისაა. არისტოტელეს მიერ სოკრატულ დისკურსებად წოდებულ ამ თხზულებებში გაცილებით კეთილგანწყობილი შთაბეჭდილება იქმნება. ჩვენ პლატონს ვკითხულობთ არა მხოლოდ ისტორიული სოკრატეს შესაცნობად, არამედ იმიტომ, რომ აქ უდიდესი მნიშვნელობის ფილოსოფიურ აზროვნებას ვხედავთ. ცხადია, პლატონმა მნიშვნელოვანი რამ ისესხა მასწავლებლისაგან, თუმცა სხვარის გავლება მათ შორის მარტივი არ არის. მეცნიერები თანხმდებიან, რომ პლატონი, ისევე როგორც ქსენოფონტე, არ არის სოკრატეს სიტყვების უბრალო გადამწერი. სოკრატეს პერსონაჟის გამოყენება დიალოგებში არ ნიშნავს, რომ პლატონი მკითხველისათვის მხოლოდ მასწავლებლისაგან მიღებულ გაკვეთილებს ინახავდა. სოკრატე პლატონის ყველა ნაშრომში არ გვხვდება. იგი საერთოდ არ ჩანს კანონებში, ხოლო ისეთ დიალოგებში, როგორიცაა სოფისტი, პოლიტიკოსი და ტიმეოსი, მისი როლი მცირე და პერიფერიულია. ამ თხზულებებში საუბარს სხვა ფიგურა წარმართავს. ან როგორც ტიმეოსსა და კრიტიაში, პერსონაჟებს ვრცელი დახვეწილი მონოლოგები გამოაქვთ. პლატონისეული დიალოგის ფორმა
არ არის სტატიკური, მასში მუდმივად იცვლება თემები, მომხსენებლები და კითხვა-პასუხის როლი. ფაქტობრივი პარადოქსი. რამდენად მართებულია ზოგიერთ ნაშრომს საერთოდ დიალოგი ვუწოდოთ, მაგალითად, ნადიმი ვრცელი სიტყვების სერიაა, მონოლოგიური და ვრცელი გამოსვლები ჭარბობს აპოლოგიაში, პროტაგორაში, კრიტონში, ფედროში, ტიმეოსა და კრიტიაშიც, ასევე მენექსენეშიც. მიუხედავად იმისა, რომ პლატონი მუდმივად ადაპტირებდა დიალოგის ჟანრს საკუთარი მიზნებისთვის, გასაოცარია ერთი ფაქტი. მას არასოდეს დაუწერია ფილოსოფიური ტრაქტატი და ეს ფორმა მის ეპოქაში, მაგალითად რიტორიკაში, მედიცინასა და გეომეტრიაში ფართოდ გამოიყენებოდა და მალე ფილოსოფიური მსჯელობის სტანდარტული მოდელიც გახდა. გამონაკლისი არის მეშვიდე წერილი. ამ წესთან ყველაზე ახლოს დგომი. მასში ავტორი პლატონი ან ის, ვინც თავს პლატონად ასაღებს, აყალიბებს რამდენიმე ფილოსოფიურ თვალსაზრისს. თუმცა იქვე დაჟინებით ამტკიცებს, რომ არც ერთი ნამდვილი ფილოსოფოსი არ დაწერს ყველაზე ღრმა საკითხებზე, არამედ აზრებს მხოლოდ პირად დისკუსიაში გაუზიარებს შერჩეულ ადამიანებს. ვინაიდან პლატონის წერილების ავთენტურობა დიდი დავის საგანია, თანაც თავად ტექსტის ავტორი ეწინააღმდეგება ფილოსოფიური წიგნების წერას, მეშვიდე წერილი ბევრი მკვლევრისათვის არ ითვლება ფილოსოფიურ ტრაქტატად. თავის არც ერთ ნაშრომში პლატონი არ მიმართავს აუდიტორიას პირდაპირ და საკუთარი სახელით. მკაცრად რომ ვთქვათ, დიალოგებში ის თავად არაფერს ამტკიცებს. მისი ნებით სწორედ პერსონაჟები გამოხატავენ მტკიცებას, ეჭვს, კითხვასა თუ არგუმენტებს. შესაბამისად, რისი გადმოცემაც არ უნდა სურდეს პლატონს მკითხველისათვის, ყოველივე არაპირდაპირ არის ნაუწყები. შეგვიძლია თუ არა ზუსტად ვიცოდევთ, რას ფიქრობდა პლატონი. პლატონის შემოქმედების არაპირდაპირობა ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს და მკვლევართა შორის დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ვინაიდან ის თავად არაფერს ამტკიცებს, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები. გვაქვს თუ არა უფლება ვისაუბროთ პლატონის ფილოსოფიაზე, თუ ეს დოქტრინები მხოლოდ მისი პერსონაჟების შეხედულებებია. ხომ არ უღალატებდით პლატონის დიალოგების სულისკვეთებას, თუ ავტორს კონკრეტულ მრწამს მივაწერთ. და იქნებ ტრაქტატებზე უარის თქმით, პლატონს სურდა მკითხველი ავტორის პოზიციაზე კი არა დაფიქრებულიყო, არამედ თავად პერსონაჟთა არგუმენტების ვალიდურობა შეეფასებინა. ამ სირთულეების გამო ჩნდება ცდუნება ავირჩიოთ უკიდურესი სიფრთხილის ნეიტრალიტეტის სტრატეგია. ამ მინიმალისტური მიდგომით ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რასაც მოქმედი პირები ამბობენ. მაგალითად, სახელმწიფოში სოკრატე ამტკიცებს, რომ სამართლიანობა სულის თითოეული ნაწილის მიერ საკუთარი საქმის კეთებაა, ხოლო გლაუკონი და ადიმანტესი ამას ეთანხმებიან. მინიმალისტური მიდგომით ჩვენ არ გვჭირდება იმის მტკიცება, იზიარებდა თუ არა თავად პლატონი ამ იდეას. არის თუ არა ეს საკმარისი? და უნდა კითხულობდეთ თუ არა პლატონს მისი ნაშრომების შინაგანი ფილოსოფიური ღირებულების გამო და არა როგორც ინსტრუმენტს ავტორის გონებაში შესაღწევად. რა შეიძლება ყოფილიყო ავტორის განზრახვა და პერსონაჟების ენა. ყოველგვარ საავტორო ჰიპოთეზაზე უარის თქმით, თავად პერსონაჟების ნათქვამის სწორად გაგება შეიძლება შეუძლებელიც იყოს. არ უნდა დავიწყოთ, რომ მთავარი სწორედ პლატონია. პლატონია, ვინც ლიტერატურული ფორმით მიმართავს მკითხველს და ცდილობს გავლენა მოახდინოს მის სოფხედველობაზე. როდესაც ვცდილობთ გავიგოთ პერსონაჟის არგუმენტი მკითხველის დასარწმუნებლადაა გამიზნული თუ მისივე
სისულელის გამოსააშკარავებლად ჩვენ რეალურად ავტორის პლატონის ჩანაფიქრს შიფრავთ. პლატონის გონებაში შეღწევა და მისი თანამოსაუბრეების ნათქვამის არსის გაგება ორი სხვადასხვა ამოცანა კი არ არის, არამედ ერთი და იგივეა. პლატონის დიალოგების სტრუქტურა აჩვენებს, რომ ის მათ იყენებს მკითხველის დასარწმუნებლად ისეთ ფუნდამენტურ დებულებებში, როგორიცაა ფორმის, იდეების არსებობა, სულის არასხეულებრივი ბუნება, ცოდნის შეძენის შესაძლებლობა მხოლოდ ფორმების შესწავლით. ისეთ ნაშრომებში, როგორიცაა ფედონი, ნადიმი, სახელმწიფო და კანონები, ერთი პერსონაჟი დომინირებს და წარმოდგენილი არგუმენტებით სხვა მომხსენებლებს იდეების მიღებაში არწმუნებს. ეს დიალოგები პლატონმა ჩაიფიქრა როგორც ინსტრუმენტები, რათა აუდიტორიას მისი მთავარი თანამოსაუბრის დასკვნები გაეზიარებინა და მიეღო. მაგალითად, პლატონის კანონებში მთავარი მომხსენებელი ათენელი სტუმარი გვთავაზობს, რომ კანონებს თან ახლდეს ფილოსოფიური შესწავლები, ანუ პრეამბულები, მოქალაქეთა განსანათლებლად. აქ პლატონი პირდაპირ აღიარებს წერილობითი ტექსტების საგანმანათლებლო ფუნქციას. წიგნი როგორც ცოცხალი დისკუსიის დამხმარე. ეს არ ნიშნავს, რომ პლატონის აზრით მხოლოდ წიგნების კითხვით ადამიანი ბრძენი გახდება, პირიქით, მას სურდა მისი ნაწერები ყოფილიყო ფილოსოფიური საუბრის დამხმარე საშუალება. ფედროსში სოკრატე აფრთხილეს მკითხველს არ დაეყრდნონ მხოლოდ წიგნებს და არ მიიჩნიონ ისინი საბოლოო ავტორიტეტად. ტექსტები საუკეთესოდ მუშაობენ მაშინ, როდესაც ისინი მკითხველს ცოცხალი დისკუსიების მეხსიერებას გაუცოცხლებენ. ანუ როდესაც მათში, ანუ წიგნებში მოცემული არგუმენტებისათვის სასაუბრო იმპულსი ადამიანის გონებაში უკვე გააქტიურდა. ჩანაწერის დასასრული. მადლობას გიხდით მოსმენისთვის, გთხოვთ კომენტარების სექციებში დაწეროთ თქვენი აზრები ამ თემის შესახებ და მითხრათ რა არის სხვა ფილოსოფიური კონცეპტები, რის შესახებაც თქვენ გსურთ ამ არხზე ვისაუბრო, ვინ არის თქვენთვის საყვარელი ავტორები ფილოსოფიის და საერთოდ ლიტერატურის სფეროში და დაწერეთ კითხვები, რომლებზეც შეიძლება ყველამ ერთად ვიმსჯელოთ.